იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოს წარს დგა ვარსქენ ყიდიახში. ძეა არშუშაისი, რამეთო პირველი გიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაი. ცოლად მისცა ასულიყო ვარდინისი, სოხდას პატპეტისაი შუშანიკი. მოშიში ღმერთისაი და რაჟამს წარხსა ყიდიახში, რაჟამს წარსდგა იგი სპარსეთის სამეფისა, არათუ პატივის მიღებისათვის, არამედ ცხვნად თავისათვისსა შესწირვად, მეფისა მის მიმართ თაყვანის ცემდა ცეცხლსა. შემოდი! დიდებულო ვარსკე, თქვენი ცოლი განს გომილას თქვენსგან. და მე გეტყვშენ, ნუ რაც ფისკალსა სიტყვასა ეთქმას, რამე თუ დედათა ბუნებალ იწყო არს. მოიხმე შუშანიკი გის უფრაზე! Დაბრძანეთ შემოშიშო. დღეს მე ჯორჯიკ მისი ცოლი და შენ შევიკრიბეთ და პური ვჭამოთ ერთად. პირებეთ შუშენ. როდის ყოფილა არ გამომდე რომ მამათა და დედათა ერთად ეჭამათ პური. იაკობ, ნუ ტირი ჩემთვის. შუშანიკი, მიბოძე მალამ რამე თუ მოგირჩინო წყვილები შენ. ხუცეს, მაგას ნუ რამე თუ სისხლი ესე გამწმენდოს არ ცოდათა ჩემთაი. ხუცეს, მიუძღენ სამკაული ესე მის, ნუ კუითხოვდეს რამე თუ მე ამას ცხოვრებასა აღარ მეხმარების. შეინახე, რამე თუ დედოფლად უნდა ეწამოს ხალხისა.
ბავშვები მომგვარეთ ეხლავე. ნუ თუ არ გესმის, ნუ თუ მასავე გაჯი უწდები. შვილნო ჩემო. უღალატეთ ღმერთსათქმესა და გადმოდით ხარეზე ჭეშმარიტისა სადიდებისა. არ გესმით? ნუ თუ არ გესმით რა უკრა ქრისტიანობამ დედათმის. ნუ თუ თქვენს გინდა იგივე დაგმართოთ ამ წმინდოებამ. ნუ ტირი გოგო. მამა. არავითარი მაგრამ. ნუ თუ იესო ქრისტე არ არის ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენი. სად არის დედა? დედა არ არის. დედა ჩვენთვის მოკვდა. ნუ სტყუი მამა, ნუ იტყუცო. შემეთხულს მაკადე. მამა, გაჩვენ. თქვენ მე მიღალატეთ. მამა, რა ვსამბობ, მამა? თქვენ მე მიღალატეთ. გოდიში, მამა. თქვენ მე მიღალატეთ. რა ვსამბობ, მამა? თქვენ მე მიღალატეთ. თქვენ მე მიღალატეთ. ადი დედასა თქვენსა. მომეცი, ვარსკვლავ ზანა მომეცი. დრო გადიოდა, დრო იწურებოდა, ახლოვდებოდა ჟამი ამ ქვეყნიური წამებისა. დაიწყებოდა სრული სულიერი განწმენდა. დადგა დასაბამი შუშანიკის ტანჯვისა, როდესაც მისი სული ზეცას მიებარა სხეული კი საპატიოდ დაიკრძალა. წვიმდა სამოღრუბლული იყო და შავი იყო. თუ არც კი მიმალული იყო ღრუბლების უკან, არც პატარა ვარსკვლავები ანათებდნენ ცას. დიდი ფანჯრის წინ ჩაფიქრებული იდგა პიტიახში ახლა უკვე დამშვიდებული. დაწყნარებული იდგა და რაღაცას შესწიროდა შორს. მაღლა იყურებოდა თვალს არ აცილებდა. მე მგონი ცას უყურებდა. დიახ, ცას უყურებდა. სინეს თვალს უშიშრად უსწორებდა, მაგრამ განა მარტო იყურებდა. არა მასში რაღაც ეძებდა, ვარსკვლავს ეძებდა. სიბნელეში დაკარგული სინათლის ნატრა.